გაუმარჯოს მოგესალმებით ყველას და დღესაც ისევ მინდა ვილაპარაკო ჩემს მარგალიტზე, ჩემ ფავორიტ ანეტა ხაბეიშვილზე, რომელიც გამოდის და ღიად საუბრობს, რომ თურმე ივანიშვილის ხელისუფლება უნდა 4 ოქტომბერს დაამხო. სხვანაირად ამათ სახში ვერ გაისტუმრებენ და შეიკრიბონ, მოკლედ პირდაპირ იძახის, რომ ვარდების რევოლუცია უნდა გავიმეოროთ. ვარდების რევოლუციას და ვერაფერს ხაბეიშვილი აქ ვერ გაიმეორებს. ხაბეიშვილს თუ ესე გააგრძელებს ხაბე პირდაპირ რაღაცა ხელისუფლების დამხობისკენ ღია მოწოდებებს, პირველივე აქციაზე შეიძლება დაიჭირონ ხაბეიშვილი, აი ოდნავ ან ვინმე ზედმეტად მიაწვეს, ან მოდით ბიჭებო მივაწვეთ რაღაცები დაიძახოს და სრული ლეგიტიმური და სუვერენული უფლება და ვალდებულებაც ექნება სახელმწიფოს, რომ ხაბეს მოკიდონ პროჩი ხელი და შეაგდონ ციხეში და გამოიძიონ ბოლო-ბოლო ვისი ინტერესებიდან გამოდის ხაბეიშვილი, როცა აქ რაღაცა დამხობისკენ მოუწოდებს ხალხს და პირდაპირ იძახის, როგორც დაამხესო უკრაინაშიო იანუკოვიჩის რუსული ხელისუფლებაო, ისე უნდა დავამხოთ საქართველოშიცო. უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლება როგორც დაემხო, ყველას კარგად გვახსოვს, ხო, რამდენი სისხლი და უბედურება და ნგრევა მოყვა და იმის მერე მოყვება და 10 წელი გავიდა და ომი არ გაჩერებულა. სწორედ აი ამ ხაბესნაირმა და ვიღაცა მიშასნაირმა დედამოწყნულებმა და ჯავახიშვილი რო ყავთ ვანო და მიშამშვილდაძე თვითონ რაღაცა შოუმენები უკრაინაში ეგეთ კატეგორია ადამიანებს ყველაფერი ისე გააკეთებინეს, რომ უკრაინას დამართნოდა ის რა დღეშიც არის უკრაინა. შესაბამისად ეს ხაბეიშვილი რო გამოდის და ამას რაღაც ამართლებს და იქ რაღაც ჰერბეთის რევოლუცია და რაღაცებს სისულელებს რო ლაპარაკობს, ამით ადამიანები შეყავს შეცდომაში. 4 ოქტომბერს აუცილებლად ვიღაცები დაიჯერებენ, რომ აი ხაბესთან რომ მივლენ რუსთაველზე, იქ თავდება ქართული ოცნების ხელისუფლება და ასეთი ადამიანები, ვისაც ამის ეჯერება, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. ჩხუბსაც დაუწყებს პოლიციას, ჯოხსაც ჩაარტყავს, ცეცხლსაც მოუკიდებს, ქვასაც ესვრის და იარაღს თუ დააჭერინებენ, იმასაც ესვრის, იმიტომ რომ ის ისია დარწმუნებული, ხაბებ ისე გამოურეცხა ტვინი, რომ დააჯერა, რომ აი ეხა პატარა რაღაცა ვივაშკაცოთ და всё ხელისუფლება ჩვენია. შესაბამისად ამ ადამიანებს ყველას დაიჭერენ ზუსტად ისე, როგორც აქამდე დაიჭირეს. მერე რა მოხდება? მერე თუ კი ვინმე გარეთ დარჩება ოპოზიცია და ყველას თუ ბოლო-ბოლო იქან მიუჩინეს ადგილი, სადაც მაგათი ადგილი არის რეალურად, გამოვლენ მერე აი ეს მის დარჩება თავისუფლებაზე ეგ ოპოზიციის წარმომადგენლები და ალბათ ევროპელებიც ვიღაცები და იტყვიან, რომ აი როგორ პოლიტიკურად დევნის ოცნების ხელისუფლება, ხაბეიშვილი პოლიტიკოსი დაიჭირა და იქ ვიღაცები აქციის, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაიჭირეს, სინდისის პატიმრები და აი როგორი რუსები არიან ქართული ოცნების ხელისუფლება და პირდაპირ როგორ ფსბ-ს მითითებით მოქმედებენ და რაღაცა სისულელეების ლაპარაკს დაიწყებენ ეს ადამიანები. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებას მიმართავენ. მოავლატავებთ ამდენს ამ ვიღაცა ხაბეებს და ვიღაცებს და ადამიანების შეცდომაში შეყვანის უფლებას მოაძლევთ. ხაბეიშვილები და 200 კაცი და ვერც 500 და ვერც 2000 და ვერც 20000 და ვერც 40000 ამ ქვეყანას ვერ დაანგრევს და ვერც ქართულ ოცნების ხელისუფლებას დაამხობს და ვერც ვერაფერს ვერ იზავს. ამ ქვეყანაში უმრავლესობამ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი და ჩვენი არჩევანის დამხობის უფლებას ვიღაცა ხაბეებს და ვიღაცებს არ მიცემთ, ვიღაცა პროჭებს, რომ იქ 500 კაცი გამოვიდეს და გინდაც 5000 და გინდაც 50000 და აქ რამე პროცესები ისე წაიყვანოს, რომ არეულობა მოყვეს ამას და ან ხელისუფლების დამხობა და ან სამოქალაქო დაპირისპირება და ან რამე. აი პირდაპირ ვეუბნები ხაბეებს და აი
ვისაც ხაბეიშვილის ეს გზა სწორი გონიათ და ეს მოწოდებები ვისაც ამ მოწოდებებით ხაბეიშვილს ექსტაზში შეყავხართ და რაღაცე ადრენალინი გემატებათ და ერთი სული გაქვთ, როდის მოვა 4 ნოემბერი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას დაამხობთ, დედა მოუტყნათ, აი თქვენ გააფრთხილებთ. თქვენ ქართული ოცნების ხელისუფლებას ვერ დაამხობთ. თქვენ თუ იქ 4 ოქტომბერს ტრაკის თამაში დაიწყებთ, ქართული ოცნების ხელისუფლება დედას მოგიტყნავთ ყველას, დასაჭერს დაგიჭერთ, გასალახს გაგლახავთ. მოგექცევათ ისე, როგორც დაიმსახურებთ. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ეს ევალება და მისი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ხელისუფლება და ამ ქვეყანაში მშვიდობა და ქართველების უმრავლესობის არჩევანი დაიცვას, პირდაპირ ამის ვალდებულება აქვს. დიახ, ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ჩვენი არჩევანი როგორც სახელმწიფო უნდა დაიცვას. შესაბამისად, ქართული ოცნება ასე მოიქცევა. და თუ ვინმეს იმის გჯერათ, რომ ქართული ოცნება თქვენ ვერ მოგერევათ, როგორც ხელისუფლება, ასეთ ადამიანებს გეტყოდით, რომ თუ ქართული ოცნების ხელისუფლება თქვენი მორევა გაუჭირდებათ, ან რაღაცა, ან მოკლედ ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს, მაშინ ჩვენ გამოვალთ, აი ეს 1.200.000 ქალი, კაცი, დიდი, პატარა და მოვალთ და დაგახევთ ყურებს და ფეირვერკებს და რაღაცებს გაგიკეთებთ ტრაკში და გაგლახავთ, გაგწყიპავთ, შეგარცხვენთ და რა ვიცი, გაგაჯმევინებთ ბოლო-ბოლო აქედან და წადით და ევროპა გინდათ თუ ტრამპი გინდათ თუ ყლის წოვა, რაც გინდათ ის გიქნია თქვენი დედაც მოტყვა. შეეშვით ამ ქვეყანას, გვაცადეთ ცხოვრება. საქართველოს დღეს გადატრიალებები, გადმოტრიალებები, რევოლუციები და რაღაცა ყლეობები არ სჭირდება. სადაც მოხდა ეს გადატრიალება, გადმოტრიალებები და რევოლუციები, საქართველოს მაგალითიდან დაწყებული, უკრაინის მაგალითით დასრულებული, კარგად ხედავთ, რა პროცესები მოყვა შემდგომ ამას, ხო, როგორ განვითარდა პროცესები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერანაირ გადამხობას და გადატრიალებას ეს ხაბეიშვილები და ბურჭულაძეები და ვიღაცა ის რო ყავთ გიჟი, მურმანახმალაძე თუ რა გვარია ის დუმბაძე, ხო, აჭარელი, აიგენი, რა თქმა უნდა, ვერაფერსაც ვერ იზავო. ასე რომ დიდი 4 ოქტომბრის ღამეს თუ დილას თუ მეორე დღეს მოიტანას ნაცების დედა საბოლოოდ. მეტია ვერაფერს ნაცები ქართული ოცნების ხელისუფლებას, ნაცები და ხაბეიშვილები და ვიღაცები ვერაფერს ვერ უზავენ და ეს ადამიანები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდეს შევებიან, რომ აღმოჩნდებიან საპატიმროებში და მე არავის არ უნდა გაუკვირდეს. ესენი არიან პირდაპირ სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ, მიმართული სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ და პირდაპირ ღიად საუბრობენ ამას. და ამათი ნებისმიერი მოქმედება ოდნავ გადაცნობა იმ მშვიდობიან მიტინგში ვითომ უკვე სახელმწიფოს შეუძლია ჩათვალოს როგორც აი ამ პროცესის დაწყება, დანაშაულის დაწყება და გადადგმული ნაბიჯი პირველი და იქ მოუტყნას დედა ხაბეიშვილებს და ვიღაცებს და ის ამათი ვისაც სჯერათ, იმათაც რა თქმა უნდა ამასთან ერთად. ეს არის და ეს ისი თქმაც უნდა ანიტას რევოლუციასთან დაკავშირებით. თუ რა ქვია, ანიტას დამხობასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიაში შევალვათ, როგორც ბანძი ანიტა, რომელიც ხელისუფლების დამხობას ცდილობდა და ეს დამხობის მცდელობა ისტორიაში შევიდა, როგორც ანიტას ოცნება ხელისუფლების დამხობაზე. ანიტას კარგიც მოთხა და რა ვიცი, ვისაც ანიტა მაგარი კაცი გონიათ, თქვენც მოგიტყანთ პატრონი. ამით გაგემშვიდობებით დღეს.